მადლობისა საქართველოს დღეს 27 თებერვალია უყურებთ კურიერს 9 საათზე. ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ასე აფასებენ მმართველ გუნდში საერთაშორისო გამჭვირვალობის სკანდალურ კვლევას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსული ომის მანქანის დაფინანსების მთავარ არხებად რჩება. ბინძური ფული დიდი ბრიტანეთის ზღვის იქითა ტერიტორიებზე მოქმედმა კომპანიებმა სანქციების მიუხედავად რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი ფუნტი ივაჭრეს. ამ სათაურით კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა, საუბარია 29,000-ზე მეტ სავაჭრო ტრანზაქციაზე, რომელთა საერთო ღირებულება 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მასალებით დგინდება, რომ რუსეთმა გაიტანა ათასობით დასახელების საქონელი, რომელიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა, მათ შორის ქვანახშირი, ფოლადი და ტყვია. საუბარია ძვირადღირებული იახტების ექსპორტზეც. რა თქმა უნდა, ეს არის თავხედობა, როდესაც ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მათი ელჩი, კერძოდ საქართველოში, როდესაც ჩვენ მოგვიწოდებს სანქციების დაწესებისკენ და როდესაც იგი ვალდებული არის, რომ მინიმუმ სასანქციო პოლიტიკა არ დაარღვიოს და ამ ქვეყანაში დარეგისტრირებულმა კომპანიებმა არ აუარონ გვერდი სანქციებს, თუმცა ჩვენ საწინააღმდეგოს ხედავთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ ეს ქვეყნები და კონკრეტულად ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ გვაიძულებდნენ, გვაძალებდნენ იმას, რომ როგორმე დაგვეწასებინა სანქციები, გაგვეგზავნა მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინაში და თვითონ ამ დროს გაცხოველებული ვაჭრობა აქვთ რუსეთის ფედერაციასთან, სხვადასხვა კომპანიასთან, სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით. ეს არის წარმოუდგენელი აბსურდი, ორმაგ სტანდარტზე მეტი, ასე რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ ხელისუფლებამ ჩვენი დასკვნები გამოვიტანეთ. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა სკანდალურ სტატიას აქვეყნებს, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას ატლანტიკური ალიანსის მიზანმიმართულ დაზიანებაში ადანაშაულებს. კირ სტარმერის დამსახურებით ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობა კრიზისის წინაშეა, ვკითხულობთ გამოცემაში. ავტორის მტკიცებით, ლეიბორისტების ადმინისტრაცია პრიორიტეტს არ ანიჭებს სტრატეგიულ პარტნიორობას და ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად. მაგალითად მოყვანილია სტარმერის ადმინისტრაციის მიერ 2024 წელს შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე აქტივისტების გაგზავნა. ასევე BBC-ს რეზონანსული საქმე, როდესაც მედიამ ტრამპის სიტყვა დაჭრა და ფაბრირებული მასალით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანა, შტატების პრეზიდენტი კი დამნაშავედ გამოიყვანა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ სტარმერი პირველი პრემიერია, რომელმაც ვაშინგტონთან კავშირი სტრუქტურული მოცემულობიდან არჩევით საკითხად აქცია. სიმართლე ისაა, რომ სტარმერი ბრიტანეთის ფუნდამენტური ინტერესების საწინააღმდეგოდ მართავს ქვეყანას. აქ ამერიკიდან საგანგაშო რეალობა იკვეთება. სტარმერი მეხსიერებაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ატლანტიკურ ალიანსს განიხილავს არა როგორც სტრუქტურულ მოცემულობას, არამედ როგორც არჩევით საკითხს. ეს აცდენა სცილდება უშუალო თავდაცვის პოზიციებს. 2024 წელს ლეიბორისტული პარტიის აქტივისტები ამერიკის ეგრეთ წოდებულ მერყევ შტატებში გაემგზავრნენ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კამპანიის საწარმოებლად. ტრამპი არ არის ის რომელიც ასეთ რამეებს ივიწყებს. როდესაც BBC პრეზიდენტის გამონათქვამებს ისე არედაქტირებს ან წარმოაჩენს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიქმება როგორც ტრამპის მიმართ სელექციური მტრობა, ეს ამყარებს შტაბ-ბეჭდილებას, რომ ინსტიტუციური ნეიტრალიტეტი ეროზიას განიცდის. ჯამში ასეთი სიგნალები აყალიბებს აღქმას. სტარმერი არ არის მხოლოდ ინსტიტუციური დინების პასიური პროდუქტი. პრემიერ-მინისტრი არის გადატვირთვის აქტიური შემსრულებელი. პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად უყვარს ბრიტანეთი, მხარს უჭერს მის ბრექსიტის სულს და პატივს ცემს მის მონარქიას, თუმცა ამერიკული სტრატეგია ნოსტალგიაზე არ აიგება. თუ სტარმერი გააგრძელებს ბრიტანეთის პოზიციონირებას ამგვარად, ალიანსის ნებისმიერი შესუსტება არ იქნება თავსმოხვეული მოწინააღმდეგეების მიერ. ეს იქნება მისი პირადი გაცნობიერებული არჩევანი. ეგრეთ წოდებულმა განსაკუთრებულმა ურთიერთობამ გადაიტანა ომები, რეცესიები და მთავრობების ცვლილებები ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. წარმოუდგენელია, რომ დღეს მას საფრთხე ექმნებოდეს პირადი არჩევანის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა. მოტივად დასახელდა ის გარემოება, რომ აღნიშნული ბანკი მხარს უჭერდა ირანთან, რუსეთთან და ვენესუელასთან დაკავშირებულ არალეგალურ აქტორებს. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ხაზინის დეპარტამენტის მტკიცებით, ბანკმა ხელი შეუწყო კორუფციას, რომელიც დაკავშირებულია ვენესუელური და რუსული ფულის გათეთრებასთან, ასევე ტერორიზმის დაფინანსებასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან და მის ძალებთან, რომლებიც შტატების სანქციების ქვეშ იმყოფებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის და სახელმწიფო რეფორმის კომიტეტში განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინსა და მისი პარტნიორის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. მე არასოდეს მიფრენია ეპშტეინის თვითმფრინავით და არც მის კუნძულზე სახლებსა და ოფისებში ვარ ნამყოფი. ამასთან დაკავშირებით დასამატებელი არაფერი მაქვს, ამბობს ჰილარი კლინტონი. რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონი, რომელსაც ეპშტეინთან დოკუმენტურად დადასტურებული მეგობრობა აკავშირებდა და 2000-იანი წლების დასაწყისში რამდენჯერმე იმგზავრა მისი თვითმფრინავით, ჩვენებას დღეს მისცემს. და ისევ საქართველოს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავასა და ცოლის ძმის ვასილ მხეიძის მორგის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე გამოგითხეს ბრალდების მხარის მოწმე ზურაბ ტუკვაძე, საქართველოში არ იმყოფება და ჩვენება დისტანციურად მისცა. შეგახსენებთ, ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიებით გამოვლინდა, რომ მას აქვს დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი და გამოყენებული. ამ დოკუმენტს, ამ ქმედებას არანაირი შეფასება არ მისცემია სამართლებრივი გამოძიების მიერ, რაც კანონით უნდა მიეცა, თუმცა მიეცა ჩვენება ტუკვაძემ. ამის შემდეგ დამთავრდა. ამიტომ არის ტუკვაძემ თავი დაიხსნა ამ ჩვენებით. რაც ისაუბრა, ასე თქვა, ზურაბ ტუკვაძემ იგივე დაადასტურა. კერძოდ განმარტა, რომ ის მისთვის კარგად ცნობილი იყო, რომ ვასილ მხეიძის მოშოობით, ასე თქვა, მას ჰქონდა გარანტიები, რომ მის მიერ დადებული ხელშეკრულებები შესრულდებოდა თავდაცვის სამინისტროსთან. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მან ვასილ მხეიძეს გადასცა ხელშეკრულების 10% ეგრეთ წოდებული ატკატის სახით, რომელიც უკვე მიჰქონდა მისი ინფორმაციით და ვასილ მხეიძის გადმოცემით მაშინ თავდაცვის მინისტრთან. ასევე მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ რაიმე ყალბი დოკუმენტი შედგა, არა, უბრალოდ ყველაფერი მიმდინარეობდა ისე, როგორც ტენდერის ფარგლებში უნდა გამართულიყო. უნებართო სანახშირეები თიანეთში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა თიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლითონის კონსტრუქციის 5 უნებართო სანახშირე გამოავლინეს სოფელ ბოჭორმის მიმდებარედ სახელმწიფო ტყეში. ტერიტორიიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მასალა. შეგახსენებთ, ნახშირის უკანონო გამოწვის დროს ჰაერში მომწამლელი ნივთიერება CO გაიფრქვევა, რაც მავნია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის. მცხეთა თიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლობა თიანეთის მუნიციპალიტეტში უკანონო სანახშირეები გამოავლინეს. ატმოსფერული ჰაერის დაცვა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ხის ნახშირის წარმოებისას დარღვეული იქნა გარემოს დაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, რაზეც მოხდა ყისიერი რეაგირება. 24 საათის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები ახდენენ პატრულირებას სამოქმედო ტერიტორიაზე. შეზღუდვებია გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის ავტომობილო გზის გუდაური კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე თბილისის სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელი ბორითი სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზეც. მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური ფოსტა კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. თბილისის სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელის სატრანსპორტო კვანძი ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ბათუმი ახალციხის გზის კურორტი გოდერძი უთხისუბნის მონაკვეთზე, კალა უშგულისა და მელე ლაზდილის მონაკვეთზე. ხოლო მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები ნიჩბისი, დიდგორი, დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე.
პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის წევრები საკუთარი ფრაქციების წარმოადგენლებთან შეხვედრებს რეგიონებში სხვადასხვა საკრებულოებში განაგრძობენ. ამჯერად პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები შეხვდნენ წალკისა და თეთრი წყაროს წარმოადგენლებს. საუბარი შეეხო პოლიტიკური ჯგუფის სამომავლო გეგმებს, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და პარტიის ხედვებს ამ მიმართულებით. ხალხის ძალის ლიდერებს გააცნეს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები და ისაუბრეს რეგიონების განვითარების პოტენციალზე. უნდა შემუშავდეს გენერალური გეგმა, თუ რა განვითარდეს, როგორ უნდა მოხდეს ამ რაიონების განვითარება. მოვისმინეთ ის პრობლემები, რომლებიც აქვს ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის ძალიან ბევრი პრობლემა დაკავშირებული არის მიწების რეგისტრაციასთან და ხშირ შემთხვევაში სახლების რეგისტრაციასთანაც. ეს არის ის საკითხები, რომელსაც სჭირდება ძალიან ყურადღებით მიდგომა, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. შეხვედრა გამართეთ პოლიტიკურ ჯგუფის ხელმძღვანელობასთან, რომელთანაც ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებზე, თუ რა გამოწვევები გვაქვს სამომავლოდ, რა გვექნება და რა კუთხით შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და ნაყოფიერი იქნება ჩვენი სამომავლო განვითარებისთვის. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებში შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული